ტრამპმა უკრაინის დაფინანსებაზე თქვა უარი და უფრო მეტიც. გერმანიაში ახლა 26 უბრალოდ 23 თებერვალს სტარტდება არჩევნები 4 დღეში და აქ ძალიან საინტერესოდ იშება ვითარება. ერთ-ერთი პარტია არის ალტერნატივა, რომელსაც ქალი ყავს ლიდერი ამ პარტიას, ალისა მენსელი, რომელსაც ყავს ასევე ცოლი. ამ ქალს ყავს ქალი ცოლად. გამოდის რომ თუ ამერიკელები ხარს არ უჭერენ და განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია და თვითონ ტრამპი არა ტრადიციულ ადამიანებს და მათ ჯარიდანაც კი დაითხოვეს ეს ადამიანები, რაღაცომ უჭერენ გერმანიაში ხარს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანის პოლიტიკურ პარტიას მხარს და რატომ ცდილობენ რომ აი ამ პარტიამ გაიმარჯვოს არჩევნებში. აქ ძალიან მოკლედ და ლაკონურად შემიძლია პოლიტიკური ანალიზი შემოგთავაზოთ, რას ვფიქრობ მე ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასევე მინდა დავამატო ისიც, რომ ცხადია, უკვე ამერიკამ გადაწყვიტა, რომ რუსეთში გახსნა საელჩოები, ამასთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაციები მეგობრებო, ეს უკვე არის საჯარო ინფორმაციები და ყველაფერი, რაზეც საუბარი არის აბსოლუტურად რეალური. ამიტომაც მე მინდა რომ გითხრათ. საქართველოს აქ რა შეიძლება, რა შუაში შეიძლება იყოს, ხო არის არაფერი შუაში, თუმცა ჩემი პოლიტიკური ანალიზი არის და შესაბამისად მე მინდა რომ საზოგადოებას გავაცნო ის რაც ხდება სოფლიოში. და რა მოგვიდის ჩვენ? და რატომ არის ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი. მოგესალმებით, რომ ტრამპმა ასევე გაუყვა USAID, რომელიც აფინანსებდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ძალიან კარგად ვიცით თურისთვისაც იღებდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებას. ძალიან ბევრი პირადი მიზნებისთვის იყენდა საქართველოში ამ დაფინანსებას. ზოგი ამერიკაში წავიდა, ზოგმა ბიზნესი დაალაგა, ზოგმა კარგი მანქანები იყიდეს. თუმცა ამაზე თქვენ ინფორმაციას არასდროს არ მოგაწვდით და არც გეტყოდეთ, იმიტომ რომ ვიღაცა რომ რაღაცას იქ კუთხეში ფულს შოულობს, თქვენ არასდროს არ გასწავლით ფული როგორ იშოვოთ. ეს არის ძალიან მარტივი, ქართული და არამედ ქართული, არამედ ადამიანური რაღაცა ეგოიზმი. ხო და ის რაც ხდება დღეს არის სრულიად არაჯანსაღი, სრულიად სიმბოლოთი, რასაც უყურებთ, ანუ ეს პოლიტიკა, კი მესმის პოლიტიკა არის ძალიან ბიძური საქმე, თუმცა ხო შეიძლება რომ ყოველთვის გაგრძელდეს ერთი და იგივე, ყოველთვის გაგრძელდეს მშვიდობიანი ადამიანების, თუნდაც მათი უფლებების უხეში დარღვევით ის, რომ უკრაინაში 100,000-ობით და მილიონობით ადამიანი გახდა დევნილი, ადამიანები დაიხოცნენ, დაიღუპნენ, ოჯახები განადგურდა და მაშინაც ვამბობდი, რომ არ არის კარგი პოლიტიკოსი, უკრაინის პრეზიდენტი, ის არის მსახიობი და მიხედეთ მსახიობებმა, ფეხბურთელებმა განსაკუთრებით საქართველოში მიხედეთ რა თქვენს ფეხბურთ სპორტს და ნუღა აქციეთ საქართველოს სპორტ დარბაზად ძალიან გთხოვთ. იმიტომ რომ საქართველოს სპორტ დარბაზი არა, პარლამენტის სპორტ დარბაზი არ არის, საჭიდაო ადგილი არ არის. და ძალიან ცუდია, მე უყურებთ რას? უყურებთ იმას, რომ ყველაფერი ცუდი, ყველაფერი უბრალოდ საშინელება. ყველანაირი საშინელება საქართველოში არის დაპიარებული. იმისი არ იყოს ხან ერთ ვიღაცას ათრევენ იქით-აქეთ ვიდეოებს, ხან მეორე ვიღაცის ვიდეოებს ათრევენ და ხან ერთია პოპულარული, ხან მეორე, მაგრამ რისთვის, რატომ, რანაირად არაცეთმა არ იცით. ხო და ის რაც ხდება სოფლიოში, იქნება ევროპისთვისაც ძალიან საგანგაშო, ძალიან სახიფათო და მე მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ აი ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს პოლიტიკური პარტია ალტერნატივა არჩევნებში გერმანიაში.